მოდით გავაგრძელოთ ფორმატირების მაგალითების განხილვა. და ამ შემთხვევაში შემოვიტანოთ კიდევ ერთი მაგალითი, ოღონდ თან ახალი მათემატიკური ოპერაცია გამოვიყენოთ. გამოვიყენოთ გაყოფა. აი ასე. Okay? მაგრამ ძველი ფორმატირების, ასე ვთქვათ, საშუალება აღარ გამოვიყენოთ, აი ეს წავშალოთ და შედეგი პირდაპირ გამოვპრინტოთ. ოღონდ მოდით თან ამ ეტაპზე დამრგვალებაც აღარ გამოვიყენოთ. ჯერჯერობით, თუმცა დავაბრუნებთ ძალიან მალე დამრგვალებასაც. და ვნახოთ ახლა ეს რა შედეგზე გაგვიყვანს. მაგალითად, ერთი რიცხვი რომ გავყოთ მეორეზე, 2 გავყოთ 3-ზე, მივიღებთ აი ასეთ რიცხვს. ანუ 0-ის შემდეგ 6-ების რაღაცნაირი უსასრულო რაოდენობა გვაქვს, ხომ? და აი რადგან ჩვენი კომპიუტერის მეხსიერება სასრულია, უსასრულო დიდ რიცხვს ვერ დაგვიწერს, ხო? ჩვენი კომპიუტერი, ამიტომ რაღაც კონკრეტულ რაოდენობა რიცხვებს მძიმის შემდეგ გვიწერს და შემდეგ უკვე ჩერდება. მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის ჩვენთვის ასე ვთქვათ საინტერესო ვერსია, ანუ ასეთ რიცხვს ჩვენ ვერაფერში ვერ გამოვიყენებთ. ერთ-ერთი გზა ამის ასე ვთქვათ ფორმატირების და დამრგვალების არის რომ ისევ round ფუნქცია გამოვიყენოთ. მაგალითად აი ასე. ოღონდ ამ შემთხვევაში თუ Python-ის დოკუმენტაციაში ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ რომ round ფუნქციას პირველი პარამეტრის გარდა ასევე მეორე პარამეტრიც შეიძლება გადავცეთ. და აი ამ შემთხვევაში პირველი პარამეტრი არის ის, რაც აი ამ გაყოფის შედეგად გამოითვლება, ხოლო მეორე პარამეტრი მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენი რიცხვი გვინდა დარჩეს მძიმის შემდეგ და რამდენ რიცხვამდე გვინდა რომ დაამრგვალოს. შესაბამისად, აქ თუ მივუტითებთ 2-ს, მძიმის შემდეგ 1 და 2 რიცხვს დატოვებს და დანარჩენებს, ასე ვთქვათ, დაივიწყებს და აი ამას დაამრგვალებს იმ დამრგვალების წესით, რომელზეც აქამდე ვისაუბრეთ წინა გაკვეთილში. შესაბამისად, ნახოთ აბა რა შედეგს მოგვიტანს ეს. ისევ იგივე რიცხვები ავიღოთ, 2 გაყოფილი 3-ზე და ნახეთ უკვე აი უსასრულო 6-იანების ასე ვთქვათ, რიგი კი არ გვაქვს უკვე, არამედ 0.67 გვაქვს. ანუ მძიმის შემდეგ 2 რიცხვამდე დაამრგვალა შედეგი. მაგრამ შესაძლებელია იგივე შედეგის მიღება ფორმატირებული სტრინგის საშუალებით, ისე რომ რაუნდი არ გამოვიყენოთ. თურმე შესაძლებელია. და აი მოდით ვნახოთ. ამ შემთხვევაში მოდით რაუნდი წავშალოთ, არ გვჭირდება. დავაბრუნოთ ჩვენი ფორმატირებული სტრინგი. აი ასე. და შემდეგ ისევ შეიძლება ძალიან რაღაცნაირად დამაბნევად ჟღერდეს, მაგრამ 2 წერტილი, შემდეგ წერტილი და 2 და შემდეგ f. მესმის რომ აი ეს კონკრეტული დეტალები ეხლა თქვენთვის შეიძლება ჟღერდეს ძალიან რთულად და ფიქრობდეთ რომ აი საიდან მოიტანა ეს ყველაფერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უბრალოდ Python-ის დოკუმენტაციაში წერია. ზეპირად მე არ ვიცი, ამ კონკრეტული გაკვეთილის მომზადების წინ ჩავიხედე, გავერკვიე და ასე დავიმახსოვრე უბრალოდ კონკრეტულად აი ამ ვიდეოს ჩასაწერად. თუმცა რაიმე საჭიროება არ დგას, რომ მე ეს ზეპირად ან თქვენ ეს ზეპირად გახსოვდეთ. ყოველ ჯერზე, როდესაც დაგჭირდებათ ფორმატირება, ჩაიხედავთ დოკუმენტაციაში და ნახავთ რა ხდება. ჩვენი ამ პირველი თავის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ამოცანა ისიც არის, რომ თქვენ მიხვდეთ, როგორ უნდა ისწავლოთ სწორად. და სწორად სწავლა ნიშნავს იმას, რომ არაფერს არ იზეპირებთ და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი არის დოკუმენტაციაში, ყველაფერი შეგიძლიათ წაიკითხოთ ონლაინ და ყველაფერს ისე სწავლობთ, როგორც გჭირდებათ.